ელენე ხოშტარიას ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ, ის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. ბრალის წაყენების შემდეგ პროკურატურამ და სასამართლომ მისი აღკვეთი ღონისძიების საკითხი უნდა გადაწყვიტონ კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს, რომელიც კახაკალაძის საარჩევნო ბანერზე რუსული ოცნების დაწერის გამო სისხლის სამართლის კოდექსის 197 მუხლით დააკავეს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამ მომენტისთვის ამ პარტიის 4-ვე ლიდერი ქართული ოცნების მთავრობას ციხეში ჰყავს. ნანო ჩაკვეტაძე მუშაობს ამ თემაზე, ის პირდაპირ ეთერში გვერდდება. ნანო, როგორია მოლოდინები იდენტური მუხლით ბრალდებული მეგიდია სამიძის მსგავსად გამოუშვებენ თუ არა ოპოზიციონერ ლიდერსაც გირაოთი? კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი და პარტია დროას დამფუძნებელი ელენე ხოშტარია თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში, როგორც იცის ეს საზოგადოებამ, ამ დრომდე ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება. ბოლო ცნობები კი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ასეთია. ელენე ხოშტარია თავს მხნედ გრძნობს და ის საზოგადოებას თანამებრძოლებს ბრძოლის გაგრძელებისა და სრული დაუმორჩილებლობისკენ, ბოიკოტისკენ მოუწოდებს. ელენე ხოშტარიას ბრალთან დაკავშირებით, რადგან მას ჯერ ბრალი ოფიციალურად არ წარსდგენია, ვიცით ის, რა ინფორმაციასაც ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ელენე ხოშტარიას დაკავების შემდეგ ნახა საზოგადოებამ ეს კადრები, როდესაც ელენე ხოშტარია სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თავისი სახლიდან აიყვანეს, ისე რომ მას ადგილზე სხვათა შორის არც კი განუმარტეს თუ რასთან დაკავშირებით აკავებდნენ, თუმცა ელენე ხოშტარიასთვის მისი ინტერესების დამცველისთვის ცხადი იყო, რომ ელენე ხოშტარიას დაჯარიმებას ან ციხეში გაშვებას უპირებენ იმის გამო, რომ მან კახაკალაძის საარჩევნო ბანერზე გააკეთა წარწერა რუსული ოცნება, რომ დავუბრუნდეთ ბრალს. რაც ვიცით ამ ბრალთან დაკავშირებით, ვიცით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მეორედ უკვე ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ საქმე გელაგელაძის უწყება მაგძრა სისხლის სამართლის კოდექსის 197 მუხლით, რაც სისხლის სამართლის კოდექსში გულისხმობს ნივთისა და პარტიის კუთვნილი ქონების დაზიანებას, რაც როგორც წესი ისჯება ან 5 წლამდე პატიმრობით, ან ისჯება ჯარიმით. ვნახოთ ელენე ხოშტარიას შემთხვევაში, ჯერ ბრალის წარდგენის შემდეგ უკვე სასამართლოში რა გადაწყდება, რა იქნება მისი მაქსიმალური სასჯელი. საზოგადოებას შევახსენოთ ისიც, რომ ელენე ხოშტარიას შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე ზუსტად იმ მუხლით აღუძრა, რა მუხლითაც გასულ კვირას სამოქალაქო აქტივისტ 23 წლის სტუდენტს მეგიდია სამიძეს სისტემა 3 წლით უპირებდა ციხეში გაშვებას. ელენე ხოშტარიას მიერ წარწერის დატოვება კახაკალაძის საარჩევნო ბანერზეც რუსული ოცნება იყო სწორედ მეგიდია სამიძის მიმართ სოლიდარობისა და სისტემის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვა. პირდაპირ პოლიტიკური ანგარიშწორება, არავით არის სისხლის სამართლებრივი შემადგენლობა, რა თქმა უნდა, ამ მოქმედებაში არ არსებობს. ჩვენ ვიცით, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ოფისზე არა თუ წარწერები გაუკეთებიათ მარკერით ბანერზე, არამედ აუფეთქებიათ ეს ოფისები. ჩვენთან მაგალითად დეკემბერში 50-ზე მეტი ბანდიტი შემოვარდა და ხალხი სიკვდილამდე მიიყვანეს და არასოდეს არც ერთი ესეთი საქმეზე არავინ არ დასჯილა. არ არსებობს მოქმედება ქართული ოცნების მხრიდან, რომელიც შეაკავებს ჩვენ ბრძოლას თავისუფლებისთვის. ვინც არ უნდა დაიჭირონ, აუცილებლად გამოჩნდება სხვა, რომელიც ამ ბრძოლის დროშას ხელში აიღებს. ელენე ხოშტარია კარგად არის, მხნედ არის, ბრძოლის განწყობაზე არის და მე სხვა მოლოდინი არც მქონდა, იმიტომ რომ ვიცნობ და ვიცი, რომ ის არ დაიხევს უკან. რაც შეეხება მიმდინარე ამბებს, რასაც ჩვენ ესე ვთქვათ ვუყურებთ ამ ქოცების გამოხმაურებას, რუსების გამოხმაურებას, უბრალოდ რაღა ქოცები. ეს არის სრულიად სასაცილო რაღაცებს იგონებენ, ასე ვთქვათ, აბრეხვებენ, არც კი ვინტერესდებით ამით, იმიტომ რომ ჩვენ არც კი განვიხილავთ ამ кейსს სამართლებრივ ჭრილში, იმიტომ კანონი ყველასთვის კანონობს და უნდა კანონობდეს. ამას ამბობენ ქართული ოცნების, ანუ იმ პარტიის წარმომადგენლები, რომელსაც არასოდეს არც ერთი ტიტუშკა და ზონდერი, სავარაუდოდ თავისივე რიგებიდან მოვლენილი ტიტუშკები და ზონდერები არ დაუსჯია, მაშინ როდესაც წინა საარჩევნო პერიოდში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შტაბებს, მათ შორის ელენე ხოშტარიას საარჩევნო შტაბსა და პარტია დროას ოფისს არბევდნენ, ასევე არბევდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების სხვა პოლიტიკოსის საცხოვრებელ სახლებს, ამახიჯებდნენ ფასადებს, ჟურნალისტების მანქანებს აზიანებდნენ, გვახსოვს ასეთი შემთხვევებიც. უფრო მეტიც, მაგალითად შალვა პაპუაშვილმა ცოტა ხნის წინ ელენე ხოშტარიას ექსტრემისტი პოლიტიკოსი უწოდა, რომელმაც პასუხი უნდა ააგოს პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულზე, რომელიც გასულ კვირას საპროტესტო აქციაზე ჩაიდინა. ელენე ხოშტარია არის ექსტრემისტი პოლიტიკოსი, რომლის გაცხადებული მიზანი
არის 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებზე ნების გამოხატვისთვის ხელის შეშლა და არჩევნების ჩასვლა. ის ამაზე საუბრობს ერთი, მეორე, მისი გაცხადებული გეგმა არის ხელისუფლების ძალადობით შეცვლა, როდესაც საუბრობენ გადატრიალებებზე თუ დამხობებზე და ასე შემდეგ. იბრძოლოთ ისე, როგორც იბრძვის მზია ამაღლობელი, როგორც იბრძვის ნინო დათაშვილი და იბრძვიან სინდისის პატიმრები. სწორედ ასეთია ელენე ხოშტარიას პარტია დროას დამფუძნებლისა და ცვლილებების კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის გზავნილი იზოლატორიდან.